დავიწყოთ შემთხვევის ადგილით, ეს არის სწორედ ის სარესტორნო სივრცე, სადაც მოხდა უშუალოდ შემთხვევა გუშინ დაახლოებით 10 საათზე, როგორც ამას თავად ამ რესტორნის მფლობელი ყვება ჩვენთან საუბარში. როგორც ირკვევა, 30-მდე ადამიანი სწორედ აქ ამ ტერიტორიაზე ამ ადგილას აღნიშნავდა დაბადების დღეს, მათ შორის იყო დაჭრილი 64 წლის მამაკაცის და კახეთის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ბიძინა გავარდაშვილიც. ერთ-ერთი ვერსიით, როგორც ამას ადგილზე მყოფები, თანასოფლელები და თავად მფლობელი გვიყვება, ერთ-ერთი ვერსიით საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში, იარაღწმენდა და შემთხვევით გაუვარდა მას იარაღი, რომელიც შემდგომ უკვე მოხდა. ფეხზე მდგარ 64 წლის მამაკაც თავის არეში და ის ადგილზევე უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს ადგილიდან უკვე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა. მეორე ვერსია ასეთი, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ბიძინა გავარდაშვილი ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გამოვიდა რესტორნიდან, ის იდგა ეზოში და შიგრით მყოფი სტუმრების მისამართით გაისროლა. ამას მოწმობს კიდევ ერთი ფაქტი, არ ვიცი კადრში ჩანს თუ არა, დაზიანებულია რესტორნის მინა, რომელსაც ახლა კარდონი აქვს აკრული. ეს მოწმობს იმას, რომ იარაღია გასროლილი სავარაუდოდ გარე პერიმეტრიდან, თუმცა ეს არის ერთ-ერთი ვერსია, რომელსაც ჩვენ ასევე გვიყვებიან ადგილზე მყოფები. არანაირ დაპირისპირებას და ჩხუბს ადგილი არ ჰქონია, ეს არის ინფორმაცია, რომელსაც გვაწვდიან ჩვენ ის ადამიანები, რომლებიც შეესწრენ უშუალოდ შემთხვევას და იმყოფებოდნენ ადგილზე, არ გაუგიათ ჩხუბის, ხმაურის დაპირისპირების ხმები, გაიგონეს უბრალოდ გასროლის ხმა და ამის შემდეგ დაარეკეს სასწრაფო სამედიცინო 112-ში მოვიდნენ ექიმები და გადაიყვანეს დაჭრილი მამაკაცი, რომელიც თავში მიყენებული უმძიმესი დაზიანებებით ახლა ებრძვის სიცოცხლეს. რაც შეეხება თავად საპატრულო პოლიციის თანამშრომელს, ის ადგილიდან პოლიციას არ წაუყვანია, ის წავიდა სახლში, სავარაუდოდ და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უკვე მას სახლში მიაკითხეს. დარბაზი, ხო? თქვენია? ჩემი შვილიშვილისა. გუში ხო აქ მოხდა შემთხვევა, ხო? წაიყვანეს უნდა, რანაირად წაიყვანეს, როგორ წაიყვანეს. ძიმეთი იყო დაჭრილი? ცოცხალმკვდარია. სადა აქ მოხვედრილი ყვია? თავში. ერთი ტყვია და ისის თავში. აგე იქ არის ნასროლი, ნეტა კედელს მოხვედრებდა. დაბადების დღეს აღნიშნავდნენ? ხო, ეს გია დანალი. აწყურიდან. ხო, და ის მეორე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი უბრალოდ სუფრაზე იყო თუ გამოძახებაზე იყო? არ ვიცი, როსიმართლე გითხრა. ფორმით იყო? იარაღი რატო ქონდა? სამსახურეობრივ მოვალეობას არ ვიცი. აგე კარდონები რო დალუქული ეგ. იქ იყო. ჰეიფობდნენ თვითონ ვინც იყო, ვისაც ქონდა ნაქირავები ფარცი. ო, რა თქმა. თვითონ ჰეიფობდნენ. თვითონ ჩაბარდა ალბათ. არის ის პროვინცია. არ ვიცი. შუბი და რავი არა ყოფილა. შემთხვევითობა იყო. ცოდობას ვერ არაფერი შესწორება არ ყოფილა, არაფერი ხმაური არ ყოფილა. ეს მეზობლები არიან ჩვენ. მე პატრონები. პატრონები. ხო. აი ხმა რაღაცა მოვიდა. დაბადების დღეს აღნიშნავდნენ მაგას. ეგრე გამოდის. ხო. პოლიცია დაინახეთ, დილას იყო? დავინახე. იყო. ხო. დილასაც იყო და წუხავაც, ხო? ხელი არის და დილას დავინახე. ეგ იქნებოდა ალბათ 10-11 საათის შემდეგ. გარედან უსრია. გარედან ალბათ ეზოში თუ რა ვიცი. ეზოდან უსრია, ხო? აი ვერ ვიცი რა, ისეთი აი ახლა ვტიროდი, ჩემი შვილის ნათლიაალე ვარ. ისი ძალიან კარგი ადამიანია. ეგ ყველევანი ხო უაღრესად კარგი ადამიანი. ნასვამი იყო ალბათ, ხო? პატრულის თანამშრომელი. არ ვიცი. არის ხო დაჭრილი? ცუდად არის ცოტა. გოგი ბაზერაშვილი 64 წლის კაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან შუბლის თავის არეში საკმაოდ მძიმე ჭრილობით წუხელ შეიყვანეს თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში და ამ დრომდე ის უგონო მდგომარეობაშია. ექიმები ამბობენ, რომ მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე, მას ჩაუტარდა ერთი ქირურგიული ჩარევა, თუმცა თავის ნახევარსფეროა დაზიანებული, შესაბამისად ექიმები პროგნოზებს ვერ აკეთებენ მასთან დაკავშირებით.
უშინ გვიან საღამოს თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში შემოყვანილია საშუალო ასაკის მამაკაცი, ცეცხლსროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა თავის არეში, პაციენტი კომატოზურ მდგომარეობაში იყო, გადაყვანილი იქნა მართვის სუნთქვაზე და აყვანილი იქნა საოპერაციო ბლოკში. ჩატარებულია ქირურგიული ჩარევა, ამ ეტაპზე მდგომარეობა რჩება კრიტიკული და იმყოფება მართვის სუნთქვაზე რეანიმაციულ განყოფილებაში. შუბლიდან არის გასული მარცხენა ნახევარსფეროში. დაზიანებულია თავი. კომატოზური მდგომარეობა. პაციენტი მიყენებული აქვს თავის არეში. ერთი ტყვია აქვს მონახვედრი პაციენტს მხოლოდ? კი. ბიძინა გავარდაშვილი საპატრულო პოლიციის დაკავებული თანამშრომელი თბილისში გადაიყვანა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ის ახლა წინასწარი მოთავსების იზოლატორშია და ელოდება ბრალის წარდგენას. დიდი ალბათობით მას დღის გააცნობენ ბრალის დადგენილებას და შემდგომ უკვე სასამართლო იმსჯელებს მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე.